ბერიაშვილების ოჯახში ბარბარობის დღესასწაულზე ტრადიციულად ლობიანებს აცხობენ. როგორც წესი, ეს დიასახლისების საქმეა. ვიცით, რომ ბარბარობის დღესასწაული არის მშობის მარხვაში და ალბათ ამიტომაც არის ტრადიცია, რომ არ შეიძლება არასამარხო საჭმელების მირთმევა და ალბათ ჩვენმა წინაპრებმა მოიგონეს ლობიანების გამოცხობა, რომ რაღაცით ეს დღესასწაული აღღვენიშნა. ვიცით, რომ წმინდა ბარბარა იყო პატარა ბავშვების მფარველი, ველოდები ჩემ შვილს სკოლიდან, მოვა და ალახვედრე გაშლილი სუფრა გამოუცხე ლობიანები და აღნიშნავთ ერთად ბარბარობას. ოჯახის წევრები. ლობიანებს თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ. ეს უძველესი ტრადიციაა. ლობიანებთან ერთად სამარხო სუფრაზე საგანგებოდ გამოჰქონდათ ხოლმე ასევე გოგრაც. ამბობენ, რომ ამ დღეს ყველა ოჯახში მორთული უნდა იყოს ნაძვისყე. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალია მოკვლეობაც. ბარბარობაც ვიცით და ყოველგვარი რელიგიური დღესასწაული არ გამოგვეპარება ჩვენ ოჯახში. მეკვლეობას ვინ დაკარგავს? მეკვლეობა თუ არ გავაგრძელეთ ჩვენ ტრადიციულად, რა ქართველები ვიქნებით ჩვენ მაშინ. ჩემი შვილი იყო მეკვლე. გაუშალე ხილი გაუშალე ბავშვსა მაგიდაზე ყველა დღესასწაულ პატივსავ ჩემ სანთელს ვანთებ ლოცულობ დილით საღამოთი ქვეყნიერობით ლოცულობ საგულისხმოა, რომ სასურსათო ბაზრებში ამ დღეს განსაკუთრებული ვაჭრობა იყო ხოლმე, თუმცა დღეს აქ სიხალვათია. ბარბარობა, მაგრამ იშვიათი ადამიანი თუ შემოვა ბაზარში. წინათ როგორც აღნიშნავდა და მე მახსოვს ჩემი ბებია ბაბუაზროს, ესეა. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. ის ასევე ავადმყოფთა მფარველად მკურნალად არის მიჩნეული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიოსკორე დიდგვაროვანი წარმართი იყო. როდესაც მან შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილს საკუთარი ხელით მოკვეთა თავი. საქართველოში მას განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.